პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმ და სტუდიაში დავით კიკალიშვილი აგრძელებს თქვენთვის მუშაობა. შეგახსენებთ, მიმდინარეობს ინტერაქტიული გამოკითხვა. ფაქტიურად ჩვენ უკვე ფინიშამდე მივდივართ, ასე რომ რატომ დაეცა ლარის კურსი კითხვა ასე ჟღერს. თუ ფიქრობთ, რომ მთავრობის არასწორი მუშაობის გამო გადაარეკეთ ნომერზე 2329252, თუ ფიქრობთ, რომ ეს საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გამო მოხდა, დაარეკეთ ნომერზე 232925276, თქვენ შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული ბოლო რუსმანი ჩააჭეროთ განაჩენში. ახლა კი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იაპონიის საელჩოს დახმარებით პოსტსკრიპტუმმა იაპონიაში იმგზავრა და რამოდენიმე რეპორტაჟი მოგიმზადათ, მათ შორის საახალწლოდ ეროვნულ სამზარეულოსა თუ 430 წლის ბამბუკის სალამურზე. მაგრამ ახლა ჩვენ მოგიყვებით ქართული ქვევრის ღვინის არნახულ წარმატებაზე იაპონიაში. ტოკიოში ნატურალური ღვინის ფესტივალი გაიმართა წინა კვირა დღეს. იაპონიის დედაქალაქის პრესტიჟულ უბან შიბუიას ათასობით ღვინის მოყვარული და გურმანი მიაწყდა. ცენტრში 300-ზე მეტი სახეობის ნატურალური ღვინო გამოიფინა. ტოკიოს მაღალი კლასის 32-მა რესტორანმა ფესტივალის დახვეწილი მისაყოლებლები თან დაურთო. თეთრ ღვინოსთან ზღვის მცენარეებში მოთუშული თევზი ან ტოფუს ყველი მოტკბო მომჟავო соуსში, წითელთან გარეული ტახის ან შავი ხარის ხორცის ვარიაციები, როზესთან ბამბუკის ყლორტებთან გატარებული კიბორჩხალა. სტუმრებს შორის ბევრი იყო სომელიე, კვების, სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელის წარმომადგენელი. ქართულ მაგიდასთან დიდი რიგი დადგა. იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო ჯერ ფეხს იდგამს, მაგრამ ჩვენს კლიენტებს, რომლებიც მაღალი ხარისხის ღვინოებს კარგად იცნობენ, ქართული ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონს. I work in wine business since 1987. ღვინის ბიზნესში 1987 წლიდან ვმუშაობ. ერთხელაც საბედნიეროდ ქართული ღვინო აღმოვაჩინე. ის ძალიან ორგანული და სუფთაა. იაპონიაში მისი შემოტანა შარშან დავიწყეთ. 18 თვის განმავლობაში პროდუქტს დიდი წარმატება ჰქონდა. ვთვლი ეს მისი ბუნებრიობის გამო. At the same time, beautiful harmony and it's completely. ქვევრის ღვინოზე 12 წლის წინ დავწერე. ქართული ღვინო ძალიან მიყვარს. სოფლიოს ღვინოებიდან ის გამოარჩევს, რომ მას აქვს აბსოლუტურად განსხვავებული არომატი, უცხო მიწის შეგრძნება და უცხო სურნელი. ეს დღეს ძალიან ფასობს ბაზარზე. especially now. წლევანდელი ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები სცენაზე მიიწვიეს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონელი იმპორტიორების დახმარებით 8 კომპანიის წარმომადგენელმა ფესტივალთან ერთად ოსაკასა და კიოტოში გამართეს ქვევრის ღვინის პრეზენტაციები. ტოკიოს პროგრამაც დატვირთული იყო სემინარებითა და დეგუსტაციებით. ითვლება არქეოლოგიური შესავლით, რომ დაიბადა ღვინო იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქვია საქართველოს კოლონიალურ დღეს. მოვიხიბლე ქართული ღვინით. ის არა მარტო გემოთია განსაკუთრებული, შინაურული ემოცია დახვევა. იაპონიას დიდი იმპორტი აქვს საფრანგეთიდან და იტალიიდან, მაგრამ ქართული ღვინო მაინც დიდი პოტენციალის მქონეა. მან უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება. იაპონიის დედაქალაქი საახალწლოდ მოირთო. აქ ღვინო უყვართ და იციან. ტოკიო მსოფლიოს გასტრონომიულ დედაქალაქათაა აღიარებული. მიშლენის ვარსკვლავის ფლობელი უამრავი რესტორანია და იაპონელი სომელიები მსოფლიოში ლიდერობენ. ქვევრის ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია. ჭაჭაზე დამზადებული თეთრი ღვინოების მსგავსი იაპონიაში არ არსებობს. ტოკიოში, სადაც 25 მილიონი ადამიანი პატარა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ახალ პროდუქტზე ხმა მალე ვრცელდება და ბოლო 6 თვის მანძილზე ქვევრის ღვინოს მიმართ ინტერესი მძაფრდება. ფესტივალზე გიდობა კი ჯონ ვურდემანმა გაგვიწია. ყველაზე საინტერესო ნატურალური ღვინის გამოფენების შექმნა კულტურული ზღვა. ფრანგები ჩვენთან მოდიან, იტალიელები მოდიან, ჩვენ მაგითან მივდივართ. ეხლა მე დაგასენჯე ნამდვილი პროსეკო. ესე მამაპაპურე დაქენებული ყველანაირი საფუარების საკმარები, როგერის საკმარების გარეშე. ძალიან ძვირფასი რესტორანებში დიდი ფაცილი არის ამ ღვინის საგემონება. ეხლა გაჩვენე ჩემი მეგობარი ფრანჩესკოს ღვინო, ორი გოგო არის, თუპი, დები და ულიენ თასკანაში მაგარი მეურნეობა.
თუსკანური სანჯევეზი აქვს დაქენებული. მე წარმოშობით მილანიდან ვარ. ქალაქ გარეთ ჩემს დასთან ერთად გადავედი და ყველაფერი ჩვენი თავაწყეთ. და აი დღეს აქ ვართ. სამხრეთ სლოვენია და იტალიის საზღვარზე არის პავლო ვოდეპიროც, რომელს ჩამოიტანა კვლევრები საქართველოდან და თავისი სინაპრების მიერ გამოყვანილი ჯიში ბეტროვსკა უნდა გაგასინჯონ. ყველში დაქენებული. ჯიში არის სავენიენ, და 7 წლის იღვინება, როგორი რამე კასრი არის 30% სარელი. და მან იქმნება სოკოს ფენა მაგლიდან. და ამ სოკოს ფენის ქვემო სრულდება მისი ჩამოყალიბება. მაგარია. ეროვნული ღვინის სააგენტოს მეშვეობით ქვევრის მეღვინეებმა იტალიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში გამართულ ფესტივალებში მიიღეს მონაწილეობა და თავიანთ პროდუქციას იქ წარმატებით ყიდიან. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ექსპორტის ბაზარი. მე მინდა ხაზი გავუსვა გაზრდილ ექსპორტს, მათ შორის ჩინეთში, პოლონეთში, იაპონიაში, ბევრ სხვა ევროპულ სტანდარტთან ერთად ჩვენ ვაუმკვიდრებთ ქართულ ტერმინებს, როგორიც არის ქვევრის ღვინო, ანუ ქვევრი იქნება პირდაპირ გადატანილი პირდაპირ ამ განმარტებით ყოველგვარი თარგმანის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქართველოს არის ღვინის სამშობლო და ჩვენ შეგვაქვს კიდევ ერთი ინოვაცია, ეს გახლავთ ქარვისფერი, ანუ ქარვის ღვინო. ფესტივალზე ყველა ბოთლი დაელია და შემდეგი მოსავლის დასაწური ღვინოც კი გაიყიდა. ქართველ ქვევრის მეღვინეებს არნახული წარმატება ერგოთ. მე ვარ კახა ბერიშვილი, კახეთში სოფელ ართანაში ვაყენებ ქვევრებში ხანწითელს და საფერავს. გიორგი ნათინაძე, მესხეთიდან ვაყენებ მესხურ ღვინოს, მესხურ იშვიათ ჯიშებს. იაგო გიტარიშვილი, ქართლიდან, ცხეთის რაიონ სოფელ ჩარდახში ვაყენებ ქვევრის ჩინურს. სოლიკო ცაიშვილი, მარანი ჩვენი ღვინო. გადანახი ბაკუციხიდან ვაყენებ ხანწითელს საფერავს. მე ვარ ზურაბ თოფურიძე, ვაყენებ ღვინოს ჩხავერს სოფელ საყვავის დღეში, ჩოხატაურის რაიონის გურიაში. რამაზ ნიკოლაძე, თერჯოლის რაიონის სოფელი ნახშირელი. ეწევი ნატურალურ მევენახეობა მეღვინეობას. ნიკოლოზ ანთაძე, სოფელი მანავი, ვაყენებ კახურ მწვანეს და რქაწითელს, ასევე საფერავს. ჯონ უერდმანი, ოქფის რემლების მარანი, ვენახები ქვავს ქართლში და კახეთში. ეს კახეთში გადაღებული მარი ოკაძაკის ფოტოკოლაჟია. ეს კი ქართველი მეღვინეების სიმღერაა. ხალხისა, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოს ქართული ქვევრის ღვინოს ტრადიცია შემოუნახეს და მეორე სიცოცხლეს ჩაბერეს სული.